არის თუ არა სცენარი, სადაც ლიბანის შეიარაღებული ძალები შეძლებენ სამხრეთში განლაგებას, სუვერენიტეტის აღდგენას და ჰეზბოლას განიარაღებას. შანსები დაბალია. და ვფიქრობ, თავად იდეა, რომ ჰეზბოლას განიარაღება that this army has უნდა დაწყებულიყო სამხრეთიდან, არასწორი იყო, რადგან ლიბანის მთავრობას სამხრეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში სუვერენიტეტი არ ტერიტორია. თუ გსურთ ლიბანი ნამდვილად გახდეს სუვერენული სახელმწიფო, უნდა დაიწყოთ ბეირუთიდან. უნდა დარწმუნდეთ, რომ ბეირუთში ჰეზბოლა არ არის, უნდა დარწმუნდეთ, რომ ადმინისტრაციაში ჰეზბოლა არ შეღწეულა, როგორ გააკეთებთ ამას? საჭიროა დიდი სიმამაცე და მზადყოფნა რისკისთვის და როგორც უკვე ვთქვი, უნდა იყოთ უფრო ძლიერი, ასე რომ ბევრი რამ უნდა მოხდეს ერთდროულად. რაც შეეხება ლიბანის არმიას, we know who the ჩვენ ვიცით, რომელი მეთაურები თანამშრომლობენ ჰეზბოლასთან და ისინი ჯერ კიდევ თანამდებობაზე არიან. არმიის ხელმძღვანელი ძალიან ნათლად ამბობს, რომ მან უარი თქვა ჰეზბოლასთან რაიმე დაპირისპირებაზე წასვლაზე. ეს ნიშნავს, რომ ყოველთვის იქნება კომპრომისები და ჰეზბოლამ ამით ისარგებლა ბოლო 1 წლის განმავლობაში. და რაც მან გააკეთა, იყო თანამშრომლობა და კოორდინაცია ამ ოფიცრებსა და ჰეზბოლას შორის. ამ გზით ისინი ამას მალავენ ჰეზბოლას სამხედრო ყოფნა ლიტანიის მდინარის სამხრეთით. ყველაფერი, რაც ლიტანიის მდინარის გარეთ ხდებოდა, სრულიად თავისუფალი იყო. ნებისმიერი მცირე მინიშნება განიარაღებაზე სინამდვილეში ჰეზბოლასთან იყო კოორდინირებული. იმისთვის, რომ შეექმნათ შთაბეჭდილება, თითქოს რაღაც მართლაც ხდება. მაგრამ ვნახეთ, რომ ისრაელის მიმართულებით განხორციელებული გაშვებების დაახლოებით ნახევარი წარსულში და ასევე მიმდინარე კამპანიის პირველ რამდენიმე კვირაში ლიტანიდან სამხრეთით განხორციელდა. ნახეთ, რომ რადვანის ბრიგადებმა ლიტანის მდინარე მარტივად გადაკვეთეს. კამპანიის დასაწყისში არავის შეუჩერებია ისინი და ისინი წარმატებით მოქმედებდნენ ჩვენს წინააღმდეგ. უშვებდნენ დრონებსა და რაკეტებს დღემდე. ასე რომ ლიბანის არმია უბრალოდ არ იყო, უბრალოდ არაფერი გაუკეთებია. და სანამ ისინი არ არიან მზად, დაუპირისპირდნენ ჰეზბოლას და აიღონ სამოქალაქო ომის რისკი, მე ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება რამე საშინელი შეიცვალოს. ესე რომ, რასაც აღწერ, ეს არის ღრმა შეღწევა სახელმწიფო ინსტიტუტებში, არმიაში, შენ აღწერ სახელმწიფოში. დიახ. მაშ ლიბანის პრეზიდენტი იოსებ აუნი საკმარისად მამაცია. თქვი რომ ლიბანის ლიდერობას სჭირდება სიმამაცე. აქვს მას ის სიმამაცე, რომ გადადგას ის ნაბიჯები, რაც შენ თქვი, რომ საჭიროა. მოусმინე, როგორც მკვლევარმა, განსაკუთრებით 7 ოქტომბრის შემდეგ, ვისწავლე, რომ ვერასდროს შევალ იმ ადამიანების თავში, ვისაც ვიკვლევ, მათ შორის იოსებ აუნისაც. მაგრამ როცა ვუყურებ იმას, რასაც ის აკეთებს და არა იმას, რასაც ამბობს, ვერ უხედავ არანაირ მოქმედებას. ძალიან პატარა მაგალითს მოგცემ, კარგი? იოსებ აუნის მრჩეველი ლიბანის ომის შემდეგ აღდგენის საკითხებში, რომელიც ბონი 2025 წელს იყო ნომინირებული. ქვია ალი ხამი. და ის იყო მინისტრი ჰეზბოლას მხრიდან წინა მთავრობაში. და მანამდე ის იყო პარლამენტის წევრი ჰეზბოლას მხრიდან. და ის პასუხისგებელია ლიბანის აღდგენაზე. ის არის პრეზიდენტის მრჩეველი ლიბანის ომის შემდეგ აღდგენის საკითხებში. აი ერთი მაგალითი. როგორ ხდება, რომ ეს კაცი ჯერ კიდევ თანამდებობაზეა? როგორ ხდება, რომ ჯოზეფ აუნი ეხუტება მას და თავის წრეში შემოხავს და შეგნებულად განზრახ აცნობიერებს, რომ ამით ძალაუფლებას აძლევს ჰეზბოლას. ნაცვლად იმისა, რომ დაასუსტოს. ანუ ძირითადად თქვენ ამბობთ, რომ არა მხოლოდ ჰეზბოლას სამხედრო ფრთა უნდა დაიშალოს, არამედ მათი პოლიტიკური ფრთაც. მათ არ უნდა კონდეთ არანაირი ყოფნა ლიბანის საზოგადოებაში. უფრო მეტად ვიდრე პოლიტიკური გამარჯვება, კარგი პოლიტიკურ გამარჯვებას ცოტა ხნით გვერდზე გადავდებ. უფრო მეტად ვიდრე პოლიტიკური გამარჯვება, ის მთელი სტრუქტურა, სახელმწიფოში, რაც თქვენ ახსენეთ, ეს ნიშნავს სკოლებს, ბოისკაუტებს, ბენზინგასამართ სადგურებს, ბანკებს, სუპერმარკეტებს, აფთიაქებს, ყველაფერს, რაც შეგიძლია წარმოიდგინოთ. ფინანსურ აქტივობას, სოციალურ მომსახურებებს, ყველაფერს, რასაც თქვენ ჰეზბოლა თავისი მხარდამჭერებისთვის არსებობს და დღეს არის შესაძლებლობა, რადგან ჰეზბოლას ბაზა გადაადგილებულია იმ ტერიტორიებიდან, სადაც ჩვენ ვიბრძვით, დიახ, და რადგან ისინი გადაადგილებულნი არიან, ვიზრუნავს მათზე. ლიბანის მთავრობას აქვს შესაძლებლობა უზრუნველყოს, რომ ერთადერთი, ვინც ზრუნავს ამ გადაადგილებულ ადამიანებზე, არის ლიბანის მთავრობა და არა ჰეზბოლა.